მოგყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს ყურადღებას გავამახვილებთ მემორანდუმზე, რომელიც აბუ-დაბიში გაფორმდა. გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ ქეთი ბოჭორიშვილთან ერთად. ის გაგვარკვევს აღმოსავლურ საინვესტიციო კულტურაში და მასთან ერთად შევაფასებთ, რამდენად რეალისტური ჩანს 5-6 წელზე გაწერილი 6 მილიარდი დოლარი. გადაცემის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ ინტერვიუს ზაზა ბიბილაშვილთან. მასთან ინტერვიუ გამრეკელი სტუდიაში ჩავწერეთ და ამ ინვესტიციას უფრო ფართოდ დასავლეთთან პოლიტიკური იზოლაციის ფონზე განვიხილავთ, რომელიც უკვე ოფიციალურ მონაცემებში ჩანს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაზე უკვე აისახება. საქსტატმა დღეს ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. რიცხვებში ჩანს, რომ 2024 წლის დეკემბერში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.7%-ით გაიზარდა. 2024 წლის საშუალო რეალური ზრდა 9.9%-ია. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია აჩვენა დამუშავებელი მრეწველობის სექტორმა. დეკემბერში 6045 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წლის ჭრილში დაახლოებით 17%-ით ზრდას ნიშნავს. ამასთან დეკემბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დეგეგას გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურად დაახლოებით 10%-ით 16.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს რამდენჯერმე გადახედა, საბოლოოდ კი 9%-მდე გაზარდა. 2025 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბაზისო სცენარით ეკონომიკა წელს 5%-ით გაიზრდება. სები ამბობს, რომ ეს გრძელვადიან ტენდენციებს შეესაბამება. რაც შეეხება ინფლაციას, ითქვა ისიც, რომ 2025 წელს საშუალოდ 4.2%-იან ინფლაციას უნდა ველოდოთ, რაც სების სამიზნე 3%-იან ნიშნულზე მაღალია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიში აჩვენებს, რომ საბაზო პროგნოზით 2025 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია დროებით გადააჭარბებს 3%-იან ნიშნულს, რის შედეგადაც წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია 4.2%-ის ფარგლებში იქნება. ამ ფონზე ყოველწლიურად 1.9%-იანი ეკონომიკური ზრდის კონტრიბუციას ელოდება ქართული ოცნების მთავრობა 6 მილიარდ დოლარად გაწერილი მემორანდუმისგან, რომელიც აბუ-დაბიში ემარ ჯგუფთან გააფორმა. ჯგუფის ფინანსური ანგარიშის მიხედვით 2023 წელს ჯგუფმა შემოსავლის სახით საცხოვრებელი უძრავი ქონების გაკიდვიდან და კომერციული უძრავი ქონების გაქირავებიდან 7 მილიარდ 300 მილიონი დოლარი მიიღო. წმინდა მოგების სახით კი 4 მილიარდი დოლარი. ჯგუფის აქტივები 38 მილიარდი დოლარი, ვალდებულებები კი 14 მილიარდი დოლარია. იგალ ჰილსმა უნდა ვივარაუდოთ, რომ სულ მცირე მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ სოფელ ახთაკლიასა და ფუნიჭალაში მდებარე 590 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე. ამის შესახებ ირკვევა იმ რენდერიდან, რომელიც იგალ ჰილსმა გამოაქვეყნა. კომპანიის რენდერი აჩვენებს, რომ ტერიტორია მოიცავს იმ მიწასაც, რომელსაც ამჟამად კრწანისის ტყე პარკი ეწოდება. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და მის განკარგავად ველური ბუნების ეროვნული სააგენტოა მითითებული, თუმცა მას დაცული ტერიტორიის სტატუსი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფაქტორი ინვესტორისთვის მიწის გადაცემას ვერ შეაფერხებს. პროექტი თავად იგალ ჰილსის მიერ გამოქვეყნებული რენდერების მიხედვით არ მოიცავს მრავალსართულიანი ცათამბჯენების მშენებლობას და ის საშუალო ზომის ნაგებობებისგან და ვილებისგან იქნება შემდგარი. საუბარია საშუალო და საშუალოზე მცირე სართულიანობის პროექტებზე, რომელიც ყველაზე მაღალი საფასო კატეგორიის მყიდველებისთვის იქნება გათვლილი. გამოქვეყნებული რენდერების მიხედვით გონიოში 260 ჰექტარზე განსახორციელებელი პროექტი მაქსიმუმ 15-16 სართულიანი ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს. რენდერებზე რაც ჩანს, წესით იახტ-კლუბიც უნდა ჰქონდეს. ამასთან რენდერებში არ არის გათვალისწინებული, რომ გონიოს სანაპირო კენჭიანია და ის ქვიშით არის შეცვლილი. რაც შეეხება თბილისის სამხრეთით 690 ჰექტარზე გასავითარებელ პროექტ რენდერებზე მაღალი ინტენსივობის ნაგებობები არც ამ პროექტის შემთხვევაში არ ჩანს. ამასთან პროექტი მდინარე მტკვარზე ცეს ფორმის ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი ასევე მოიცავს მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე ახალი გამწვანებული ტერიტორიის და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის მოწყობას. თბილისის სამხრეთით მდებარე პროექტი უმეტესწილად ვილებს დაეთმობა.
ეს რენდერები, რომლებსაც ახლა ჩვენს დიდ პლაზმებზე ასე ეფექტურად გაჩვენებთ, მხოლოდ ლამაზი რენდერებია, ჯერ და მეტი არაფერი. ისევე როგორც 6 მილიარდი დოლარი, ჯერ მხოლოდ ფურცელზე წერია, მხოლოდ მემორანდუმის სახე აქვს და ინვესტიცია ქვეყანაში ჯერ არ შემოსულა. ერთიანად 6 მილიარდის სახით არ შემოვა. მემორანდუმის გაფორმება თავისთავად ძალიან კარგია, თუმცა ლამაზ რენდერებად დარჩენილი ბევრი პროექტი გვინახავს, მათ შორის ქართული ოცნების 12 წლის განმავლობაშიც და ალბათ ნორმალურია ყველა იმ ბიზნესის თუ ანალიტიკოსის სკეპტიციზმი, ვისაც არ ესმის, როგორ უნდა გაიგოს ამხელა ინვესტიცია ნებისმიერმა ინვესტორმა 5-6 წლით, მაშინ, როცა მომავლის განჭვრეტადობა ქვეყანას პრაქტიკულად დაკარგული აქვს. გასაგებია ის სკეპტიციზმიც, რომელიც ამ მემორანდუმის პოლიტიკურ ეფექტს უფრო აშკარად ამჩნევს ამ ეტაპზე, ვიდრე ეკონომიკურს. ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, წარმოუდგენა რომ შევიქნათ ჩვენი ეკონომიკის 18% შეადგენს 6 მილიარდი, ანუ რასაც არის საუბარი ამ ინვესტიციის ფარგლებში და ეს ინვესტიცია განხორციელდება უახლოესი 5 წლის განმავლობაში, განხორციელდება 2 ლოკაციაზე, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელი სივრცეების შექმნას, ასევე სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ეს არის საგამოთვლო ინფრასტრუქტურა, ეს არის სასტუმროები, ეს არის სამედიცინო ინფრასტრუქტურა, სპორტული ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. რაც საინტერესო რაც არის, როდესაც MR ჯგუფი ხელს კიდებს ხოლმე რაიმე პროექტს აუცილებლად მიყავს ბოლომდე ყველა დაწყებული საქმე სათანადო ვადებში და სათანადო ხარისხით. აქედან გამომდინარე ეს პროექტი არის საიმედო ხელში. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამხელა საინვესტიციო შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია და ჩვენ თანხმდებით 6 მილიარდიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. პირდაპირ ვთქვათ, ეს თბილისის და ბათუმის ეკონომიკების დაახლოებით 2-3%-იან ზრდას მოიაზრებს წლის განმავლობაში, ანუ რეალურ ეკონომიკურ ზრდას, რაც რო წარმოვიდგინოთ მთლიანი ქვეყნის ეკონომიკის 1-1.5%-იან ზრდას მაინც გულისხმობს. საქართველოში შემოდის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია MR გრუპი. ნიშნულოვანია ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ნიშნულოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მაღალანაზღაურებადი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, ჩართული იქნება ამ პროექტების განხორციელებაში ქართული კომპანიები და არ ვიცი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა ინვესტიცია ერთ კონკრეტულ პროექტში არასდროს განხორციელებულა და ძალიან მიამაყება როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რა თქმა უნდა ძალიან მიხარია როგორც დედაქალაქის მერს. პერსპექტივაში რომ დაგანახოთ თემები და რიცხვებს და სტატისტიკას შევხედოთ. გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების შემოდინება 2005 წლიდან დაიწყო და ყველაზე დიდი მოცულობის ფინანსური რესურსი 306 მილიონი დოლარის მოცულობით 2008 წელს ჩაიდო. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში საამიროებიდან შემოსული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა არც ისე დიდია. წლების მიხედვით რიცხვები აი ასე გამოიყურება. 2021 წელი 31 მილიონ 200.000 დოლარი, 2022 წელი 28.5 მილიონი დოლარი, 2023 წელი 41 მილიონი დოლარი. ვინაიდან 2024 წლის პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა ჯერ ცნობილი არ არის, პირველი 3 კვარტალის მონაცემებით გაერთიანებული საამიროებიდან ქვეყანაში 4 მილიონი დოლარის ინვესტიციებია შემოსული. კიდევ უფრო ნათელი სურათისთვის გეტყვით, რომ ბოლო 2 წელია საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების დინამიკა იკლებს. ქვეყანამ 2023 წელს მთლიანად ჯამურად FDI-ის სახით 1.9 მილიარდი დოლარი მიიღო, თითქმის 16%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წელს. კლების დინამიკა გრძელდება 2024 წელსაც. მხოლოდ ერთი ინვესტორისგან წლიურად საშუალოდ 1 მილიარდი დოლარი, რამდენად რეალისტური ჩანს, თავად უნდა გადაწყვიტოთ. თუმცა ვკითხოთ ქეთი ბოჭორის რუსლაც ის რას ფიქრობს. მოგესალმებით ქეთი. დიდი მადლობა. შევდომშვიდობისა. თქვენი დროისთვის. პირველ რიგში მინდა რომ ასე ვთქვათ, შევაფასოთ აი ეს საინვესტიციო
გადაწყვეტილება, ხომ 6 მილიარდის ჩადება დღევანდელ საქართველოში 5-6 წელზე გათვლილი და ჩვენ მოვისმინეთ ქართული ოცნების მთავრობისგან, რომ პირველი მასშტაბური, ესე ვთქვათ, ინვესტიციები უნდა დაიწყოს 2026 წლიდან. ძალიან შთამბეჭდავია, რა თქმა უნდა, დავიწყებ ამით და ასევე დავიწყებ იმით თვითონ ამ კომპანიის შესახებ. ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი კომპანია არის შუა აღმოსავლეთში, კონკრეტულად Middle East-ში, ესე რომ ვთქვათ. და ეს კომპანია ბევრი სხვა კომპანიისაგან განსხვავებით მინდა აღვნიშნო, რომ მას ჩავარდნილი პროექტები ნამდვილად არ აქვს. ანუ არ ახასიათებს ის ესე რომ ვთქვათ, რომ რაღაც გააფორმა ხელშეკრულება, არ გააკეთა, ან რაღაცა სქემისთვის იყო გამოყენებული. შესაბამისად, ალბათ ცოტა სხვა გარემო რო იყოს, ფეერვერკებით შეიძლება შევხვედრილიყავით ამ ახალ ამბავს, რადგან ის გამოცდილება, რომ 300 ჰექტარი განავითაროს კომპანიამ და ის შესაძლებლობა, ეს არ არის მხოლოდ ფინანსური შესაძლებლობა, ის გამოცდილება და უნარი ძალიან ბევრ კომპანიას არ აქვს და ალბათ არის ჯგუფი და მათში შემავალი Eagle Hills-ი ერთ-ერთი ასეთი კომპანია არის, რომელსაც ნამდვილად აქვს არა მხოლოდ ფინანსური რესურსი, ის გამოცდილება, რომლითაც შესაძლებელია ჩათვალო, რომ ნამდვილად შეძლებს ამხელა მასშტაბური პროექტების გაკეთებას. ის ბევრჯერაც გვისაუბრია, თუნდაც პატარა პროექტებს საერთოდ ხელს არ კიდევს და მინიმუმ 300 და უფრო დიდი მოცულობის ტერიტორია უნდა იყოს, როცა მისი უკვე კომპანიის მხრიდან ინტერესი ჩნდება ამა თუ იმ ესე ვთქვათ პროექტის შესახებ. ასევე აღსანიშნავია, რომ თვითონ ეს კომპანია ინვესტიციებს განახორციელებს რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში და ასევე შუა აღმოსავლეთში და ის გარემოებები, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი და შეიძლება შემაფერხებელი დასავლური ინვესტიციებისთვის, ეს სიტუაცია თუ ეს გარემო მისთვის უფრო ნაკლებად შემაშფოთებელი არის, თუ ესე ვიტყვი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამ დღეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს და მეც მათ შორის ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ამ ინვესტიციის განხორციელების პროგრესზე და იმედს ვიტოვებ, რომ ეს უბრალოდ მხოლოდ პრეს-რელიზით და ესე რომ ვთქვათ, პრეს-რელიზით დაანონსებული ინვესტიცია არ იქნება და ჩვენ ნამდვილად დავინახავთ ამას განხორციელებულ პერსპექტივაში. ხო, აი თქვენ ბევრი რენდერიც გინახავთ, ბევრი მემორანდუმიც გინახავთ. აი რას ავალდებულებს ამ ეტაპზე? სამწუხაროდ აი სწორედ ეს არის, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პროცესებისთვის ის, რომ სანდოობა გაიზარდოს, იმიტომ რომ დღეს აბსოლუტურად არც ერთ ინსტიტუტთან ნდობა არ არსებობს მოსახლეობის მხრიდან, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს და რაღაცა უტოპიურადაც გვეჩვენება ის, რომ საქართველოში დღეს ამხელა ინვესტიცია შემოდის ერთი ჯგუფის მხრიდან ამ არასტაბილურ გარემოში. დავძენ ერთს, რომ მნიშვნელოვანია თუ აი ეს პროექტი გვინდა რომ გამოვიდეს, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად კომპანია და სახელმწიფო უნდა იყვნენ ტრანსპარენტულები, ხო? რას მოიცავს ეს ხელშეკრულება? რა ვალდებულებას კიდევს სახელმწიფოს? რა ვალდებულებას იღებს თვითონ კომპანია, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავამატო, რომ სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანას არ აქვს ამხელა პროექტის გაკეთების გამოცდილება, ამიტომ შეიძლება კომპანიის მხრიდანაც იყოს მზაობა, მაგრამ აქედან თუ ჩვენ შევძლებთ ვუპასუხოთ და იმ ბიუროკრატიას გაუმკლავდეს, რომ ესე სწრაფად მოახდინოს თანხის ათვისება, მე აი აქ უფრო მაქვს კითხვები, ვიდრე კომპანიის მხრიდან თანხის დახარჯვაზე და ათვისებაზე. შესაბამისად, მსგავსი მსხვილი მასშტაბური პროექტების მართვის გამოცდილება საქართველოს დღეს არ აქვს. და უფრო აქეთკენ შემოვატრიალებდი შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველო იყოს კარგი პარტნიორი და რამდენად შეძლებს, რომ გაუწიოს და ბიუროკრატია იყოს ისეთი, რომ თუნდაც ინვესტორმა განახორციელოს ინვესტიციები, ხომ? თუმცა დღეს ქართული ოცნებისთვის პოლიტიკურად ბევრად უფრო მომგებიანი შეიძლება იყოს ამ მემორანდუმის გაფორმება, ვიდრე მომავალში რას მოიწონს ის ეკონომიკურად. ამიტომ აი ეს შეიძლება რომ თქვათ მისი აი ამ კუთხით მოწყვლადობა, ესე ვთქვათ, მათ შორის ვთქვათ იგივე მემორანდუმში ან ხელშეკრულებაში იყოს რაიმე ფორმით ასახული. ეს კომპანია ამ ტიპის ინვესტორების ლოგიკა და ამიტომ ეს კომპანია უკვე 2 წელია საქართველოს აკვირდება. მე ჩართული არ ყოფილვარ და ესე რომ ვთქვათ, გარე იმიდან შემიძლია დავაკვირდე, იმიტომ რომ ვიცნობ ამ კომპანიას და იგივე არაერთი ვიზიტი განხორციელდა ბოლო პერიოდში საქართველოს მხრიდან. მათ კარგად აქვთ შესწავლილი ქვეყანა, სადამდე შესაძლებელია ალბათ.
და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მემორანდუმი, ხო? ამას უნდა მოყვეს ხელშეკრულება, ამას უნდა მოყვეს პირობების ძალიან კონკრეტული გაწერა და ვალდებულებების ორივე მხრიდან აღება. და აი ზუსტად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ აქ ძალიან ცალსახად უნდა დავინახოთ, რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო და რა იგივე ისევ და ისევ ძალიან ხშირად არის მსგავსი მსხვილი ინვესტორის მოყვანის დროს ძალიან ბევრი შეიძლება ბენეფიტიც იყოს გაცემული, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა რაციონალურად უნდა იყოს და ეს ყველაფერი უნდა იყოს ისევ და ისევ ტრანსპარენტულად მიწოდებული, ხო, რომ შემდეგ არ წარმოიშვას კითხვები, მაგრამ მე ისევ და ისევ კითხვას ვსვამ, მსგავსი მასშტაბური პროექტის მართვის გამოცდილება ჩვენ სახელმწიფოს არ გააჩნია, ამიტომ მე უფრო შევატრიალებ კითხვას, რომ რამდენად საქართველოს მზად არის, რომ ბიუროკრატიულად შეძლოს მსგავსი პროექტის განხორციელება ინვესტორთან ერთად, რა თქმა უნდა, მაგრამ ხშირად მithქვამს, რომ PPP ესე რომ ვთქვათ, კერძო საჯარო პროექტი ხშირად შეიძლება იყოს pain ტკივილი. ამიტომ აქედან გამომდინარე და მანდ ჩვენი გამოცდილებაც ესე ვთქვათ უარყოფითი უბრალოდ. კი, როგორც კი შეიძლება რაღაცა პატარა კითხვა დაიჯდეს, რაღაცა პრობლემა წარმოიშვას, ამ პრობლემას სჭირდება გადაჭრა და ამ პრობლემას ყოველთვის სჭირდება ორმხრივი ინტერესი, რომ პრობლემა იყოს გადაჭრელი. თუმცა ჩვენ ნებისმიერი სხვა პროექტის ეხა არ მინდა კონკრეტულად დეტალებში შესვლა, თუ გვახსოვს, რომ როგორც კი რაღაცა პატარა დეტალი და პრობლემა გამოწვევა ჩდება, მაშინვე აბსოლუტურად ინვესტორი რჩება მარტო და სამწუხაროდ პროექტი ვეღარ ხორციელდება, ხომ? ეს იყო ბევრი ხესების მიმართულებით თუ სხვადასხვა პროექტების მიმართულებით და შესაბამისად აი აქ ორმხრივი ესე რომ ვთქვათ ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ორმხრივი გამოცდილება. ვთქვათ იგივე MR ჯგუფთან მიმართებითაც რაზეც გაუსვით ხაზი, რომ თვითონ შეიძლება პასუხისმგებლიანი კომპანია იყოს, ვთქვათ იმ სხვა კომპანიებთან მიმართებითაც იქნებოდა ეს K-Water-ი, იქნებოდა ეს ნამახვანი, იქნებოდა ეს ანაკლია, ანუ დიდად უპასუხისმგებლო კომპანიებთან არც ერთთან არ გქონია საქმე, ანუ ყველა ცდილობდა, ვთქვათ, იმ კონტრაქტის ფარგლებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველთვის წარმოიდგინეთ პროექტის განხორციელების პროცესში, ყოველთვის იქნება გაუთვალისწინებელი მოვლენები, ხო, როდესაც ესეთ მასშტაბურ პროექტზე გვაქვს საუბარი. აი, ამიტომ უნდა იყოს მზაობა, რომ ეს ნამდვილად ეს პროექტი გვინდა და იყოს ორივე მხრიდან რაღაცა ეს მოქნილობა, რომ მსგავსი პროექტი გამოვიდეს. საერთოდ გახლეჩვა და დახურვა ყველაზე მარტივია, ხო, მაგრამ ისევ და ისევ ბოლო წლებსაც თუ გადავხედავთ, ჩვენ განხორციელებული მსხვილი მასშტაბური პროექტი არ გვაქვს. და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე იყოს მზად მსგავსი მასშტაბური პროექტის განხორციელებაში და ამაში ჩაიდოს რესურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ 3 წლის შემდეგაც ჩვენ ვისაუბრებთ, მე მოვალ თქვენ შემეკითხებით და შეიძლება ეს უბრალოდ იყოს ერთ-ერთი ისეთი პროექტი, რომელიც პრეს-რელიზით ესე რომ ვთქვათ, გახმაურდა და იქ მორჩა ესე. ხო, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ვთქვათ, საამიროებს საქართველოში უკვე აქვთ საამიროების კომპანიებს, ესე ვთქვათ, საკმაოდ წარმატებული ბიზნესები, ხო? ანუ ტერაბანკი შეგვიძლია დავასახელოთ, შერატონი შეგვიძლია დავასახელოთ, თბილისი მოლი, კარფური, აი ესეც მუშაობს თუ არა და მოქმედებს თუ არა. თუმცა რიცხვებს, როდესაც უყურებ, ვთქვათ, იგივე პირდაპირ უცხოური ინვესტიციების რიცხვებს, ხო, ანუ ესეთი მასშტაბური, ვთქვათ, 1 მილიარდი თუნდაც საშუალოდ, ანუ ესეთი მასშტაბური რიცხვი ჩვენ ჯერ არ გვქონია და სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება ეს კითხვა, რომ რატომ მაინც და მაინც ვთქვათ ამ დროს, როდესაც ვთქვათ აი ეს გაურკვევლობა ყველა ამბობს, რომ ძალიან ბევრი რა გახდა ესეთი გასარკვევი, გარკვეული, ესე ვთქვათ ამ კონკრეტული ინვესტორის. ძალიან ბევრი კითხვა არის, ძალიან ბევრი ესე რომ ვთქვათ გაურკვევლობა არის და ისევ პირველ რიგში ალბათ ეს ამ ყველაფერს იწვევს დობის არარსებობა, ხო? დობა რო იყოს, ალბათ ამდენ კითხვასაც არ დავსვავდით. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არა გვაქვს წარმატებული кейსები ბოლო პერიოდში და ჩვენ არა გვაქვს ნდობა და შესაბამისად უკვე ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებთ და რა თქმა უნდა, ესეც არ არის გამონაკლისი, როდესაც ასეთი მასშტაბური პროექტი ანონსდება. ჩვენ თუ შევხედავთ ახლა ემირატებისთვის ეს პროექტი არაფერი არ არის, ხო? ისინი ყოველწლიურად, ესე რომ ვთქვათ, გარე ინვესტიციას ახორციელებენ ასეულობით მილიარდით, მე მგონი, ბევრ
სექტორს შეეხება და ემირატებმა განსაკუთრებით იყო რაღაცა პერიოდი, როცა ჩვენ მქონდა ესე იგი წარმატებული პერიოდი ემირატებთან და ის პირველადი ინვესტიციები მოვიტანეთ ქვეყანაში, სასტუმროსი თუ იმ პროექტების სახით, რომელიც ჩვენ ვთქვით უკვე. შემდეგ იყო დიდი პაუზა და ბოლო პერიოდში იყო მათი მხრიდან გააქტიურება. ესეც შეიძლება მათი სტრატეგიიდან გამომდინარე, ბევრი რაღაც თანხმედრა ხდება გეოპოლიტიკურიც, არაგეოპოლიტიკურიც, ბიზნესის კუთხით თვითონ ემირატები ძალიან გაიზარდა და უფრო ძალიან აქცელებს ესე რომ ვთქვათ ინვესტიციებს, როგორც თავიანთ ქვეყანას და შტატებს ესე რომ ვთქვათ აშენებენ, გადის ბევრი ფაქტორი არ არის, მაგრამ კონკრეტულად მათი მხრიდან არის ბევრი ინტერესი. არის იგივე ენერგეტიკაში მათი ინტერესი და მე იმედს ვიტოვებ, რომ ასევე მალე გავიგებთ, თუმცა მანდაც მოლაპარაკების პროცესში რაღაცა პროცესი არის სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, თვითონ კომპანიის მხრიდან მე კითხვები ნამდვილად არ მაქვს და ნამდვილად ვიცი, რომ უყურებენ საქართველოს ბოლო წლებია და ეხლა ეს დღეს მოხდა ამაზე ხელშეკრულების გაფორმება, თუ შეიძლება 2 წლის წინაც გაფორმებული იყო, ან შეიძლება რაღაცა აი ეს უკვე რა პოლიტიკური კონტექსტი მოხდა, ამას რა თქმა უნდა არ ვიცი, მაგრამ ეხლა რას უნდა დავაკვირდეთ? ანუ ეხლა ალბათ ჩვენ უნდა დავინახოთ ძალიან შემდეგი სწრაფი განვითარება, უნდა ვნახოთ ჩვენ რა თქმა უნდა შემდეგი ნაბიჯი, რომელიც არის უშუალოდ ხელშეკრულება, ხომ? და უშუალოდ ხელშეკრულებაში ალბათ და ჩემი რჩევა იქნება კომპანიის მხრიდანაც და ყველას მხრიდან, რომ იყოს ტრანსპარენტული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა იქნება და ძალიან რა თქმა უნდა თუ კითხვებზე პასუხი არ არის ამომწურავი, ეს უკვე იჩენს თავიდან ბოლომდე უნდობლობას. ერთი მხრივ რენდერები თქვენთან ერთად ვნახე რაღაც რამოდენიმე დღის წინ კომპანიამ განავრცო თავის ვებგვერდზე დადო, Eagle Hills-მა დადო და მნიშვნელოვანია რომ ისინი ცდილობენ რაღაცა ახალის შექმნას და მათთვის ზუსტად არ არის ცხადია ის საქართველოს მოწონთ თავიანთი ბუნებით და ინტეგრირებული ბუნებასთან უნდათ, რაითაც ისინი შეიძლება შემდეგ დააინტერესონ თავიანთი კლიენტის ბაზა, ხომ, ვიზეც გაყიდიან ამ სახლებს და შესაბამისად რაღაცა ლამაზი და კარგი შექმნა უნდა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს ისევ და ისევ გამოვა, გამომდინარეობს, მოლაპარაკება იქნება და რაც უფრო მეტი და უფრო უკეთესი და უფრო მეტი საჯარო ინფრასტრუქტურა შეიქმნება იქ მარინას სახით თუ რაღაცა ხიდების თუ პარკის სახით, რა თქმა უნდა აბსოლუტურად იქნება დამოკიდებული მეორე მხარეზე და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა ვნახოთ ჩვენ კონკრეტული კონტრაქტი და შემდეგი ნაბიჯი ჩვენ ასევე უნდა ვნახოთ რა ვალდებულებებს იღებს, რა თქმა უნდა როგორც სახელმწიფო და უნდა იყოს, მაგასაც უნდა შევთანხმდეთ რომ ვალდებულება უნდა იყოს, მაგრამ უნდა იყოს რაციონალური ვალდებულება. ხო, და ალბათ მას შემდეგ უფრო მივიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რეალისტური. აღარ შევხედავთ ამ პროექტს, რომ ეს არის უბრალოდ პრეს რელიზზე დაწერილი პროექტი და უფრო ლამაზი ფოტოები. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად. ეს იყო ქეთი ბოჭორიშვილი, მადლობა მას. ზაზა ბიბილაშვილთან ერთად გავაგრძელებთ საინვესტიციო გარემოს ანალიზს, როგორ უნდა განვიხილოთ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, როგორც მისი პერსონალური кейსი, თუ ბიზნეს გარემოს, განსაკუთრებით კი მისი მაცოცხლებელი ქსელის кейსი ამ და სხვა კითხვებს გასცემს ჩემი სტუმარი პასუხს გადაცემის დასაწყისში კონტექსტი გაჩვენეთ რიცხვებში, რა იკითხება რიცხვებს მიღმა გიტოვებთ ზაზა ბიბილაშვილთან ინტერვიუს და 4 შაბათამდე გემშვიდობებთ. ზაზა, ჩვენი საუბარი მინდა დავიწყოთ ემაართან გაფორმებული მემორანდუმით. ირაკლი კობახიძე გვეუბნება, რომ საქართველოში 6 მილიარდის ოდენობის რეკორდული ინვესტიცია შემოდის. რა სიგნალია ეს და ვისთვის არის ეს სიგნალი? ერთი სახალისო შედარება მინდა გავაკეთო, ასე წინა ხელისუფლებას ძალიან ხშირად და ძალიან სამართლიანად აშაყირებდნენ ხოლმე და დასცინოდნენ კიდევაც იმის გამო, რომ ხშირად ის ხელისუფლება დაუმთავრებელ ობიექტებს ხსნიდა, ხო? აი რაღაც ქარხანა, საწარმო, რაღაც მსხვილი ობიექტი არ იყო დამთავრებული, მაგრამ ვიღაცას ეჩქარებოდა და მივიდოდა გაჭრიდა ლენს, ჩაატარებდა კამპანიას და ასე შემდეგ. და მართალიც იყო, ხო, ხშირად მართლა ხდებოდა ეს. ეხლა რა ხდება ივანიშვილის პირობებში 2012 წლიდან? 2012 წლიდან ეს კაცი დაუმთავრებელ ობიექტებს კი არა, დაპირებებს ხსნის. აი რაღაც დაპირებას დახატავენ ბანერზე, მერე იმედი, პოსტივი და სხვა პროპაგანდისტული არხები ამისგან კამპანიას ააგორებენ და მოსახლეობას ალაპარაკებენ თემაზე, რომელიც შეიძლება ორ კვირაში არავის არ ახსოვდეს, იმიტომ რომ ჩაიკარგება. ასეთ შეგვიძლია მოვიფიქროთ მრავალი მაგალითი. აი ერთს მოგიყვანთ, მაგალითად იპოდრომი, რომელიც ყველა თბილისელისთვის ძალიან მკივნეული თემაა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ბოლო სივრცეა, რომელიც ქალაქს მართლა დარჩა და რომელსაც დაეპატრონა ივანიშვილი, ეს იპოდრომი კამპანიურად, ანუ პროპაგანდისტულად ივანიშვილმა 4ჯერ თუ 3ჯერ თუ 4ჯერ გადასცა ქალაქს. ემაარის ინვესტიციაც ასეთია. თანაინვესტორების ფონდი თქვენ ალბათ ძალიან კარგად გეხსოვებათ, როდესაც იქმნებოდა, გვეუბნებოდა, რომ იქნებოდა 10 მილიარდი $,
მისი პულიც იქნებოდა, მაგრამ ძირითადად უცხოელები იქნებიან, ხო? რამდენი თანაინვესტორი ყავს ივანიშვილს თანაინვესტირების ფონდში და რამდენი მილიარდი შემოვიდა საქართველოში აი ამ ფონდიდან. რიტორიკული კითხვაა, რა თქმა უნდა, რეალურად ეს არის მისი ფულის სამრეცხაო და ვისაც ჰქონდა ეს თემა ჩაბარებული, ბაჩიაშვილი დღეს რეებს საუბრობს და რა ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას ძალიან კარგად არის ცნობილი. იგივე არის, აბსოლუტურად იგივე ფენომენია ეს 6 მილიარდიანი ვითომ ინვესტიცია. ხა ღმერთმა ქნას ინვესტიციას რა ჯობია ქვეყანაში, მაგრამ რასაც ჩვენ უყურებთ, ფაქტად გვაწვდიან იმას, რაც შეიძლება მომავალში ან მოხდეს, ან არ მოხდეს, ან ღმერთმა უწყოს რა ფორმით შეიძლება მოხდეს. ხო, ეს არის თითქოს ყველაზე დიდი ინვესტიცია, როგორც კობახიძემ გააპიარა, მაგრამ არაფერი არ არის, ეს არის ფარატინა ქაღალდი ჯორჯორობით, რომელსაც რა ბედი ეწევა, არ ვიცით. რატო არ ვიცით რა ბედი ეწევა? იმიტომ რომ ადამიანი, რომელმაც ხელი მოაწერა ამ ფარატინა ქაღალდს, არ არის ლეგიტიმური. შესაბამისად, ძალიან საეჭვო არ ვილათ რომ თქვა ყველა იმ დოკუმენტის მომავალი, რომელსაც ისინი ხელს აწერენ მხოლოდ იმიტომ, რომ გაუხანგრძლივდეს მათ პოლიტიკურ არსებობას ვადა. ცოტა გავავრცოთ საინვესტიციო გარემოზეც და ჯამში ბიზნეს გარემოზეც ჩვენ გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდა საშუალო ვადაში მაინც მაღალ ნიშნულზე დარჩება. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 9%-საც კი შეიძლება მიაღწიოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა. უფრო ფრთხილია ქართული ოცნების ეკონომიკის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. მან ყველაზე უარესი სცენარიც განიხილა და აქ პირველად გამოჩნდა 3%-იანი ეკონომიკური ზრდის ნიშნულიც. ხო, მოდით ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი არის სპეკულაციური. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ რეალურად 2020 წლამდე პრაქტიკულად არანაირი სხვაობა არ იყო, წინსვლაც არ იყო, წინსვლა რაც იყო ეკონომიკაში იყო ლარში დაფიქსირებული და ამ წინსვლას ის გაუფასურება ჭამდა, რომელიც ლარმა განიცადა ამ ხელისუფლების პირობებში. შემდეგ იყო კოვიდი და კოვიდის ეფექტით აიხსნებოდა ის მაღალი წინსვლა, ვინაიდან ისეთი უკუსვლა იყო კოვიდის პირობებში, რომ ზუსტად ამას დაემთხვა და მათ შორის აიხსნებოდა იმით, რომ კოლოსალური თანხები იქნა აღებული სახელმწიფოს მიერ ვალად. და შემდეგ 2022 წლიდან ეს იყო რუსული ფული იყო, რომელიც შემოიტანეს რუსეთიდან შემოსულმა ადამიანებმა, რომელსაც ჯერ ერთი მოკლევადიანი ეფექტი აქვს, მეორეს, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია და აწირა იქნება, ვიმეორებ, ეს არის მხოლოდ სპეკულაციური. არანაირი ნდობა ბიზნესში დღეს აღარ არსებობს ამ ქვეყნის მომავლის მიმართ. ჩვენ ვხედავთ ძალიან კარგად, რომ აბსოლუტურად გამოშიგნული არის შინაარსისგან სასამართლო. ჩვენ დიდი ხანია ამ ქვეყანაში ვლაპარაკობთ სასამართლოზე, როგორც პრობლემურ შტოზე ხელისუფლების, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ასეთი ცუდი სასამართლო ალბათ საქართველოს დამოუკიდებელ საქართველოს არასდროს არ ყოლია. სასამართლო, რომელიც იმართება კორუმპირებული და სანქცირებული კლანის მიერ, და რომელიც არის აბსოლუტურად პოლიტიზებული. ანუ ადრე იყო სისტემური პრობლემები ნამდვილად, სერიოზული პრობლემები და ეხა ეს უბრალოდ სისტემური პრობლემები კი არ არის. ანუ ერთეული მოსამართლეების გარდა მთლიანი სისტემა არის დასაშლელი. შესაბამისად, ბიზნესი არ და ვერ ეკიდება ამ ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად. ადამიანები აღარ ხარჯავენ, მე ხა ზუსტი ციფრები ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციის ფარგლებში, მათ შორის ბორდზე საკმაოდ სენსიტიური ინფორმაციაც იხილება ხოლმე, ყველა ბიზნესიდან, მათ შორის აი ეგრეთ წოდებული FMCG, რასაც ქვია, ხო, ეს სწრაფად მოძრავი პროდუქტები, ყოველდღიური პროდუქტები, ესენიც კი ნაკლებად იყიდება, ვინაიდან იმდენად შემცირებული არის ადამიანების ხარჯვითი განწყობა, ხო? არავინ არ არის განწყობილი, რომ რამე თუნდაც 100 ლარი იქნება თუ 50 ლარი იქნება, ზედმეტი დახარჯოს, იმაზე მეტი, ვიდრე აბსოლუტურად არის აუცილებელი. და რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონტექსტი და ვითარება ხა შეუძლებელია სერიოზულად ვილაპარაკოთ ბიზნესის განვითარებაზე ისეთ ქვეყანაში, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო ან უწესებს უკვე იმის de facto მართველ ელიტას ან უწესებს უკვე სანქციებს და ან სანქციების დაწესების საკმაოდ განვითარებულ ეტაპზე იმყოფება. თუმცა ზაზა ეს არ არის ხოლმე აი ეს ბიზნეს გარემოს თუ საინვესტიციო გარემოს მოწყვლადობა, რაზეც მე და თქვენ ვსაუბრობთ, არ არის ხოლმე მთავარი აქცენტი, რის გამოც მაგალითად საქართველოსთვის საერთაშორისო რეიტინგები უარესდება. პირიქით არსებობს ხოლმე გარკვეული ჩამორჩენაც, სანამ ესე ვთქვათ ეს ფაქტები აღქმებად გადაიქცევა და პირიქით, ხომ აი რა იწვევს აი ამ ჩამორჩენას, როგორ ფიქრობთ? ბუნებრივია, ხა ძალიან სერიოზული
ინსტიტუტებია ჩართული ამ ყველაფერში და მასშტაბიც განსხვავებულია, როდესაც საქართველოში რაღაც ხდება, იმას რომ ეს ინფორმაცია ჯერ მივიდეს კონკრეტულ ადრესატებამდე, მერე მოხდეს ამ ინფორმაციის გადამუშავება, გააზრება, დაილექოს შესაბამისად და მოხდეს დასკვნების გამოტანა, ამას ძალიან დიდი დრო ჭირდება და ხანდახან მიმღებლობაც არ არის ძალიან მაღალი, ხა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან დადებითი განწყობა ჰქონდათ რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ხო და იმის გააზრება რომ თურმე ცდებოდი, იმის გააზრება რომ თურმე მართალი იყო ის ვინც ამბობდა რომ ივანიშვილი ყველაფერთან ერთად რუსეთის აქტივია, რუსული აქტივია, ხო, ფარცხალაძე ყავს გვერდში, თვითონაც რუსულ ინტერესებს ატარებს საქართველოში და დღეს ეს უკვე რაღაც ღია კარის მტრევაა, ამაზე მსჯელობაც უკვე თავმოყარე საზოგადოებაში მიუღებელია და ნუ უადგილოა, ხო? აი ეს საკმაოდ რთული პროცესია. შესაბამისად ამას დრო ჭირდება, თუმცა გარდაუვალია ეს პროცესი. სამწუხარო ის არის, რომ მეორე მხარეც, მეორე მხრივაც საკმაოდ დიდი დრო დაჭირდება ამ პროცესის შემოbrunებას. როდესაც ეს ადამიანები აღარ იქნებიან საქართველოს ხელისუფლებაში, de facto ხელისუფლებაში, საკმაოდ დიდი დრო დაჭირდება იმ ზიანის გამოსწორებას და იმ ნალექის, ასე ვთქვათ, მოშორებას, რომელსაც ისინი დატოვებენ ჩვენ დასავლელ მეგობრებში. ამის მანიშნებელია, ვთქვათ, იგივე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან მსჯელობა, ვთქვათ, იგივე დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე და ვიზოს გაუქმებაზე და ასევე პირველად მოვისმინეთ ჩვენ ამ დონეზე ხმამაღლა ნათქვამი, რომ ხომ არ ღირს უკვე დავფიქრდეთ საქართველოს გაუქმდეს ვიზა ლიბერალიზაცია, რადგან ქართული ოცნება სხვა გზას უბრალოდ აღარ ტოვებს. მე პირადად წინააღმდეგი ვარ ცალსახად ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების ქართული ხალხისთვის, ვინაიდან ზოგადად, როდესაც ასეთი რამ ხდება, მიზანი არის ის, რომ ხალხი შეაფუცხონონ, რომ ხალხი მიახვედრონ, რომ აი ეს არის, რაც შეიძლება დაკარგოთ, თუ თქვენ არ გაინტერესებთ. არა და ხალხი მიხვედრია. ჩვენთან ამაზე მეტად ხალხი ვერ მიხვდება, ანუ ქართული ხალხი ძალიან კარგად აცნობიერებს რა საფრთხის წინაშე ვართ. მე 60 დღე არის უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით. ისეთ ქალაქებში და დასახლებებში არის პროტესტი, სადაც ალბათ ეროვნული მოძრაობის დროსაც კი არ ყოფილა. ეხლა ხუმრობით თქვით იმ დღეს, მაგრამ მე არ მახსენდება ხაშურში ყოფილიყოს მაგალითად აქციები, ხო, მაგრამ აი ხაშურშიც ყველგან იმართება აქციები, იმიტომ რომ ხალხს მართლა ყელში აქვს ის რაც ხდება, ხო? ჩემთვის პირადად სასიამოვნოდ გასაკვირია ის და რუსებიც ასე ვთქვათ, მოულოდნელად გაკვირვებული არიან ამითი, რომ 60 დღე აი ასეთი უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და არანაირი ნიშანი იმისა, რომ განელდება ეს ბრაზი, ეს მუხტი, ეს დეტერმინაცია არ არის. ქართული ხალხის მიმართ ვიზა ლიბერალიზაციის ფერკეტის გამოყენება არც საჭიროა, არც არანაირი წინაპირობა არ არსებობს ამისა, ხოლო ვიზების გაუქმება დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკითხია, დღეს გადაწყდა ეს და უახლოეს დღეებში შევა-ძალაში. თუმცა რეჟიმისთვის ეს, როგორც ხედავთ, მაინდა-მაინც დამაზიანებელი არ არის, თვითონ იძახიან, რომ ეს იქნება ძალიან სამწუხარო ფაქტი ბჭყალებში და ნუ აი ყველაფერს ასე იძახიან, ხო, დააწესეს სანქციები, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. მისცა 500-მა ევროპარლამენტარმა ხმა რაღაც რეზოლუციას, ეს არის სამწუხარო ფაქტი. ანუ თითქოს ყველაფერზე მიდის ეს ახსნა, ხო, სამწუხარო ფაქტი. პარადოქსი ისაა, რომ ვიღაც არავისთვის ცნობილი რიგითი ამერიკელი წევრი ჩამოიყვანეს რესპუბლიკური პარტიის და ისე დაატარებენ, გეგონება ვიღაც ის იყოს, რა ქვია, განდი იყოს ან დედა ტერეზა, ხო? მე პირადად დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი, რომ სანქციები უნდა დაწესებულიყო ივანიშვილის წინააღმდეგ. სანქციებისთვის ყველაფერი მზად იყო იგივე 2022 წელს. ყველანაირი წინაპირობა იყო და რაც თავარია, მაშინ დაწესებული სანქციები იქნებოდა პრევენციული ხასიათის. სანქციების დაწესება თუნდაც 2022 წელს ივანიშვილზე იქნებოდა იმის წინაპირობა, რომ მას არ გადაედგა გარკვეული ნაბიჯები. როდესაც ამერიკელებმა და ევროპელებმა დაიწყეს სანქციების დაწესება, ხო, ეს რაღაც რამდენიმე კვირის თუ თვის წინ და ერთი თვის წინ დაწესდა პირველი რეალური სანქცია, სახაზინო სანქციები, თორე ხა სავიზო შეზღუდვები მართლა მაინდა-მაინც არ ადარდებთ, მით უმეტეს ახლა ხარებას და ესეთ პერსონაჟებს არ ინტერესებთ, ხო? ესეთი სანქციები, რომელსაც ახლა აწესებს დასავლეთი, ეს უკვე არის სადამსჯელო სანქციები. ეს არ არის პრევენციული სანქციები, ვინაიდან ის ზიანი, რომელიც ოცნებას შეეძლო მოეტანა, უკვე დამდგარია, ხო? არჩევნები მოიპარეს, რუსული კანონი მიიღეს, ოფშორების კანონი მიიღეს და ყველანაირი ზიანი, რაც მათ შეეძლოთ შეეტანათ საქართველოს პროდასავლური ვექტორის თვალსაზრისით, მათ უკვე
დააყენეს. მაგრამ არ გიფიქრიათ ზაზა, რომ ამერიკასაც სჭირდება გარკვეული მტკიცებულებები იმისთვის, რომ სანქციები დააწესოს. გასაგებია სანქციების პრევენციული მიზნით დაწესება, მაგრამ ამერიკას ალბათ ისიც კარგად ისმის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ფული და შესაძლებლობა, რომ ჩავიდეს ამერიკაში და გაასაჩივროს მასზე დაწესებული სანქციები. ხო, კი ბატონო, ეს პოლიტიკური საკითხია. პოლიტიკური საკითხი არის ის, თუ რა ეფექტს უნდა მიაღწიოს სანქციებმა, ხო? მე როგორც ვამბობ, პრევენციული სანქცია არის მიმართული იქითკენ, რომ გარკვეული რაღაც არ მოხდეს. ხო, მაგალითად არ მიიღონ რუსული კანონი, რომლითაც საქართველოს ხდება ბელარუსი. მაგალითად არ გააყალბონ არჩევნები. მაგალითად არ გაატარონ ისეთი ტიპის პოლიტიკა, რომელიც აწყობს კრემლს საქართველოში. სადამსჯელო სანქციები არის რაღაცნაირად იმ კონკრეტული ადამიანების დასჯა, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს. სოფლიო პოლიტიკაში მე არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც სადამსჯელო სანქციებმა გამოიწვია ან ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილება, ან თავად ხელისუფლების ცვლილება. აქედან გამომდინარე, სანქციები არის ვიღაცებისთვის გამხნევებელი, ასევე იმის მანიშნებელი, რომ დასავლეთი ჩვენთან არის და ჩვენ არა ვართ მხოლოდ ბედის ანაბარა, თუმცა გაცილებით მეტია საჭირო როგორც დახმარების თვალსაზრისით, ასევე ადგილზე, ვინაიდან ამ რეჟიმმა გადალახა უკვე ის წერტილი და ის ხაზი, როდესაც მათთვის ადამიანების აზრი აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს და თქვენ ხშირად ხედავთ, როდესაც აი აბსოლუტურად აშკარაა სურათი, მაგრამ გამოვლენ რომელიმე პროპაგანდისტულ არხზე და იტყვიან საპირისპიროს. აი მაგალითად გამოვა 300,000 კაცი ქუჩაში პროტესტის გამოსახატად და ისინი გეტყვიან, რომ 3,000 თუ 7,000 კაცი იყო გამოსული და ეს მათთვის არაფერს ნიშნავს. რა არის ეს გაცილებით მეტი ზაზა? გაცილებით მეტი არის კონკრეტული დახმარება, მე ამ თემას აქ ვერ გავშლი, მაგრამ მოდი ახლა შევადაროთ, რას აკეთებენ რუსები საქართველოში. რუსეთს აქ ყავს აბსოლუტურად გაშლილი სადაზვერვო და ჯაშუშური ქსელი. შეგახსენებთ 2012 წლიდან ივანიშვილმა გამოუშვა ყველა რუსი ჯაშუში და ტერორისტი, რომელიც საქართველოს ციხეებში იმყოფებოდა და მას მერე ერთი არ აღმოგვიჩენია. მეორე მხარეს ჩვენ ყავს ძალიან რა თქმა უნდა არ ვაკნინებ მათ როლს, მაგრამ კეთილგანწყობილი პოლიტიკოსები, რომლებიც გამოდიან რუსთავაზე ჩვენთან ერთად იზიარებენ ჩვენ ლოზუნგებს და ძალიან სასიამოვნო ტექსტებს ამბობენ, მაგრამ არათანაზომადი ბრძოლაა. არათანაზომადი რესურსებია და სხვადასხვა ტიპის ბრძოლაა, ხო? რუსეთი იბრძვის როგორც ცივი ომის დროს და დასავლელი მეგობრები მათ ჯერ კიდევ დემოკრატიული მოლოდინებით ელაპარაკებიან, ხო? ბევრი ხალხი ქუჩაში, რა ვიცი, რამდენი ხალხიც არ უნდა იყოს რუსეთში ქუჩაში, ეს არაფერს არ შეცვლის, ხო? რუსეთს საჭიროა რომ პუტინი დამთავრდეს, ფიზიკურად დამთავრდეს. სანქციების გაფართოებას თუ ექნება რაიმე დამატებითი ეფექტი იმისთვის, რომ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ქცევა შეიცვალოს, ამას განსაკუთრებით გეკითხებით იმ სადავო საკამათო სიის კონტექსტში, ჩამონათვალის კონტექსტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ გაავრცელა, რადიო თავისუფლება ამ წერილს არასაჯაროებს, თუმცა ჩვენ მათგან გავიგეთ, რომ ეს წერილი კონგრესმენმა თუ კონგრესმენთა ჯგუფმა მიაწოდა მარკო რუბიოს და ამ სანქციების თუ სანქცირებულთა, პოტენციურად სანქცირებულთა ამ ჩამონათვალს ის გამოარჩევს, რომ აქ ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც მოაზრებული არიან აი ამ ახალი სახელდებით, როგორც ბიძინა ივანიშვილის მაცოცხლებლები და მისი, ესე ვთქვათ, უშუალო დასაყრდენები. აქ იგულისხმება მაგალითად იგივე ნათია თურნავას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ასევე ამავე კონტექსტში არის დასახელებული რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენიც. აი თუ შეიძლება სანქციების იმგვარად გაფართოება, რომ ქართული ოცნების ქცევა მაინც შეიცვალოს. ხელისუფლება, დე-ფაქტო ხელისუფლება უბრალოდ არ შეცვლის ქცევას, თუმცა დასავლეთს ნამდვილად აქვს ბერკეტი, რომ გამოაცალოს მას ის ადამიანები, რომლებზეც ეს ხელისუფლება ჯერ კიდევ დგას. რას იზამს ივანიშვილი და რას აკეთებს დეკლარირებულად? აკეთებს იმას, რომ მიდის ჩინეთში, მიდის ირანში, მიდის არადემოკრატიულ ქვეყნებში და ცდილობს, რომ იქიდან მოახდინოს კომპენსირება იმ თანხების, რომელიც საჭირო არის იმისთვის, რომ მისმა რეჟიმმა გააგრძელოს არსებობა. მე მიყვარს ხოლმე ცუდი სცენარისთვის მზადება, ვინაიდან თუ შევწდი არაფერი არ შევდება ამით და თუ პირიქით ვიფიქრე, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რაღაც ცუდი მოხდა, მე აღმოჩნდება, რომ მოუმზადებელი ვართ ამისთვის. ხო, ამიტომ ჯობია, რომ უარესი სცენარი დავუშვათ და ვიყოთ
ვიყოთ ამისთვის მზად. აი დაუშვათ ის სცენარი, როდესაც რუსეთი, ჩინეთი და ირანი იტყვიან, რომ მოდი რა ამ 3.5 მილიონის მოსახლეობის საქართველოს იმდენი ფული მივცეთ, რომ ივანიშვილი იყოს კარგად. რატო? იმიტომ ჩვენი კაცია. ხო? არ გაუჭირდებათ ამის გაკეთება და შესაბამისად ვიღაც ადამიანები, რომლებიც იმ სიაში არიან, შეიძლება მათ რა თქმა უნდა ურჩევნიათ ახლა ირანში დასვენებას, ალბათ სანტროპეში დასვენება ურჩევნიათ, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ურჩევნიათ, რომ ის მილიონები და ასობით მილიონი, რომელზეც საუბარია, შეინარჩუნონ და გრძელვადაში იფიქრონ, რომ იქნებ ტრამპმა რამე შეცვალოს და იქნებ კიდე რაღაც ვარსკვლავების კონსტელაცია ისე დაალაგდეს, რომ მათ რამე ეშველოთ, ვიდრე საერთოდ დაკარგონ ის, რაც აქვთ, ხო? და დღეს საქართველოში რუსული მოდელია შექმნილი, მისი მინი მოდელი, რადგან ტოტალური კონტროლი აქვს რეჟიმს და თუნდაც ერთი მსხვილი ბიზნესი, რომელიც არასწორ ნაბიჯს გადადგამს, ბჭყალებში არასწორ ნაბიჯს, შეიძლება მრავალი ტიპის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. და ერთს ვიტყვი, რაც არ არის პოპულარული სალაპარაკო, მაგრამ მე სულ საუბრობ და მინდა რომ კიდევ ერთხელ ამ კონტექსტში გავაჟღეროთ ეს. ივანიშვილის მოსვლის დღიდან საქართველოში დაბრუნდა 90-იან წლებში რაც ხდებოდა. ეს არის შეკვეთილი მკვლელობები. მათ შორის ბიზნესმენები შეკვეთილი მკვლელობები. და არის ძალიან ბევრი, რომელიც არ არის გამოძიებული. ლევან კაჭარავა არის ბოლო, მსხვილი ბიზნესმენი. კაჩვილი ვერ დამაჯერებს, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. ივანიშვილს პუტინის კი არ ეშინია, ხა რატო უნდა ეშინოდეს, ერთი მხარე არიან. პუტინი არ ჯის თავისიანებს, რომელმაც საქმე ვერ გააკეთეს. პუტინი ჯის იმათ, ვინც მან წუღალა და ლიტვინენკოს კლავს და ესეთ ადამიანებს, ხო? ანუ ისეთებს, რომლებსაც ის მიიჩნევს მოღალატეებად, მაგრამ რა ვიცი, იანუკოვიჩი ჩვეულებრივად ზის მოსკოვში. ასლან აბაშიძე ჩვეულებრივად ზის მოსკოვში. არ ერჩის, იმიტომ რომ მისი ხალხია, რაც შეეძლოთ გააკეთეს და ივანიშვილიც თუ ამ არჩევანის წინაშე დადგა, რა თქმა უნდა, არაფერს არ დაუშავებს პუტინი ივანიშვილს. მაგრამ ამ ბიზნესმენებს ძალიან ბევრ მათგანს ფიზიკური შიში აქვთ ივანიშვილის. მაგრამ სანქციების შიში არ აქვთ. თქვენ ახლა მე მეუბნებით, რომ ფიზიკური არსებობის შიში მათთვის გადაწონის აი ამ სანქციების შიშს, ანუ ეს ეტაპი გადავლილია, ანუ ამ ზღვრამდე არის უკვე მისული მსხვილი ბიზნესი, რომ ასე ვთქვათ, ფიზიკური უსაფრთხოების რისკებს ხედავს. ეხლა ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც ადამიანებს უნდათ რომ ფიზიკურად გადარჩენ. განსაკუთრებით იმათ, ვინც ძალიან ბევრი ფული იშოვა და მოდი პირდაპირ ვთქვათ, ძალიან ბევრმა ფული იშოვა არც თუ მთლად კანონიერი გზებით. და ამაზე ხა აქ ნუ გამოვცობით ამ ფორმატში, მაგრამ თუნდაც იმ ადამიანებმა, ვინც რუბიოსის სია მიაწოდეს, ეს კარგად იციან. იმ სიაში არ არიან მხოლოდ ეს ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს ეხმარებიან ხელისუფლებაში დარჩენაში. იმ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც იმ ტიპის რესურს ფლობენ, რომელიც უბრალოდ უკანონოა. ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, აი ამ კონტექსტში, რაზეც ახლა მე და თქვენ ვისაუბრეთ, როგორ უნდა შევხედოთ მისი სანქცირების თემას? ეს არის კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის საქმე, მისი кейსი, თუ ეს არის ჯამში საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს кейსიც? ალბათ ორივე. ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, ეს არის იმ ადამიანის სანქცირება, რომელსაც ტოტალური კონტროლი აქვს საქართველოში ხელისუფლების ყველა შტოზე და ყველა თვითმმართველობაზე. ერთის გარდა, მაგრამ ნუ ვისაუბროთ მაინდა-მაინც წანენჯიხის შემთხვევაზე. სახელმწიფოს მიტაცებაზე უკვე მრავალი წელია მიდის საუბარი, ანუ სერიოზული დამოუკიდებელი ინვესტიცია არ შევა ქვეყანაში, სადაც ეს ვითარებაა. ვინაიდან არანაირი გარანტია იმისა, რომ შენ ბიზნესი წარმატებული გექნება არ არის, თუ არ ხარ ბჭყალებში დაალაგებული კონკრეტულ ერთ ადამიანთან, ხო? და თუ იმის კეთილგანწყობაზე ხარ დამოკიდებული, აი დღეს რაღაც არ მოეწონა, ან ცუთხასიაძე გაიღვიძა, ან ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა შეგნებულად და უცებ შენი ბიზნესი აღარ არსებობს და მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ძალიან დიდი ხანია დაბრუნდა ის რუსული წესი, ანუ წინა ხელისუფლების დროს იყო ხოლმე ძალიან ისეთ ბრუტალური მეთოდებით, ასე ვთქვათ, ხშირად რაღაც ნაჯახივით ბიზნესთან ურთიერთობა, რაც დიდი პრობლემა იყო. და პუტინის წესი უფრო ჭკვიანურია რაღაც თვალსაზრისით და უფრო ვერაგული, ხო? აი ვიღაცა კომერციული კონტრაქტორი გიჩივლებს სასამართლოში და სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას. ეს ხო დამოუკიდებელი ინსტიტუტია. გახსოვთ ალბათ ფილიპ მორისის და BAT-ის შემთხვევები, ხო? სხვას არ გავიხსენებ, მაგრამ ძალიან ბევრია ეგეთი შემთხვევა. შესაბამისად, ივანიშვილის სანქცირება, ისედაც პრობლემა იყო ივანიშვილის საქართველოში ინვესტირება და ძალიან დიდი ნაწილი FDI-ისა, რომელიც საქართველოში შემოდიოდა, იყო
რეალური უცხოური ინვესტიციები არ იყო ეს ქართული კომპანიები, რომლებიც ზოგი ჰოლანდიაშია დარეგისტრირებული, ზოგი კვიპროსზე, ზოგი ჩეხეთში და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა იქნება დამატებითი წინაღობა რეალური ინვესტიციებისთვის, ვინაიდან ეს ფაქტობრივი მესაკუთრე ქვეყნის ამასთანავე არის სანქცირებული მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ. თუ ეს სანქციები კიდევ უფრო გაღრმავდება, განსაკუთრებით აი სახაზინო მიმართულებით, მაშინ ცხადია ეს ქვეყანაზე აისახება და საქართველოს რაღაცნაირი კეთროვანი სახელმწიფო გახდება ჩვენ და სამწუხაროდ თუ ეს ადამიანები დარჩენ ხელისუფლებაში. კეთროვანი სახელმწიფო, ახლა ეგრე ირანიც არსებობს, ხო ამდენი სანქცია არის ამ ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ რაც ქეში დაფრინავენ, მაგრამ ირანელები ჩამოდიან და ყველას 10,000 მე მგონი ბოლოს სანქციების ჰაბი გრჩება ხელში. სამწუხაროდ. რაც ნამდვილად არ იყო ამ ქვეყნის ამბიცია მისი განვითარების არც ერთ ეტაპზე. ზაზა, თქვენ მჭიდრო შეხება გაქვთ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ თუ უცხოელ ინვესტორებთან და მაინტერესებს რა არის მათ მიერ დასმული, ყველაზე ხშირად დასმული კითხვები დღეს. რა არის ყველაზე მსხვილი გაურკვევლობა, მათ შორის იმ ინვესტორებისთვისაც, რომლებიც შესაძლოა საქართველოს ზურგს დღესვე არ აქცევენ, ისინი ვთქვათ არ გადიან ქვეყნიდან და არ გააქვთ თავიანთი ინვესტიციები, აქ რჩებიან, მაგრამ მსხვილ დაბანდებებს ქვეყანაში აღარ აკეთებენ. მოლოდინის რეჟიმშია ყველა, ჩვენ ხა ერთი რამ არ გვიხსენებია, რამდენიმე დღის წინ იყო ტრამპის ინაუგურაცია და უკვე პირველივე დღიდან დაიწყო საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯების გადათმა არაერთი მიმართულებით, ხო? ნაწილი საგანგაშოა ჩვენთვის, ამ პოტენციურად საგანგაშოა, როგორც არის უკრაინისთვის დახმარების თემა, როგორც არის ნატოს თემა. ნაწილმა იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესზე გადასარევი რეაქცია, ასე შედეგი იქონია, ხო, როგორც არის საფონდო ბიუჯეტის ინდექსი არის გაზრდილი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ზოგადად რეგიონის მიმართ პოლიტიკას და ეს პირდაპირ აისახება ბიზნესზე, ყველა არის მოლოდინის რეჟიმში. დე-ფაქტო ხელისუფლებას ივანიშვილის რეჟიმს ძალიან ყავს გააქტიურებული ლობისტური ჯგუფები დღესდღეობით, რომ რაიმე ტიპის თანაცხოვრების მექანიზმი მონახონ ტრამპთან და ეს არ არის ბუნებრივი არანაირი ღირებულებით ერთობაზე დაყრდნობილი, ეს არის უბრალოდ ფაქტობრივ მოცემულობაზე, ანუ იმ კაცს ეუბნებიან, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და თუ რამე გინდა ჩვენთან დაავაგდე. აი ამაზეა საუბარი, თორე ახლა სიყალბეა და სისულელია რაიმე ტიპის ღირებულებით ერთობაზე საუბარი. როგორ გესმით ტრამპის პოლიტიკის მთავარი ამოსავალი ფრაზა America first. ჩვენ დავინახეთ, რომ თავის საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის დროსაც მას საგარეო პოლიტიკის ვექტორები თუ მიმართულებები მკაფიოდ არ გამოუკვეთავს და მთლიანად დარჩა აი ამ თავის მანდატში, ესე ვთქვათ, America first. რას ნიშნავს ეს? მე მგონია, რომ ხა ეს პოპულისტურად მომგებიანი ლოზუნგია, თუმცა ყოველთვის ასე იყო, ხა ამერიკა ყოველთვის საკუთარ ეროვნულ ინტერესებს აღენებდა პირველ ადგილას, ხო, არც ერთ სხვა ქვეყანთან, ქვეყნის ინტერესი არ იყო ამერიკისთვის პრიორიტეტული საკუთარ ინტერესებზე. თუმცა ვიმეორებ, ანუ საარჩევნო და ელექტორალური თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი ლოზუნგია და აისახება ისეთ რაღაცეებში, რომელიც ჩვენთვის ირიბად შეიძლება და ხანდახან არც თუ ისე ირიბად შეიძლება ძალიან კარგი იყოს. მაგალითად, გუშინ თუ გუშინ წინ ევროკავშირში ითქვა, რომ კი ტრამპი მართალია, ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის ხარჯები. თუნდაც აი ამ ფონის გამო ისინი გააკეთებენ იმას, რომ გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს, განაახლებენ სამხედრო წარმოებას და უფრო მყარად და უფრო ერთიანად დაუდგებიან წინ რუსეთს, გარდა იმ განცხადებებისა, რომელსაც ვხედავთ და გარდა იმ თანხებისა, რომელსაც ისინი ხარჯავენ, იქნება ძალიან კარგი. ხა ჩვენ თანხები რახან ვახსენეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ერთი მიმართულებით დიდი დახმარება მიემართება უკრაინისკენ, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან დიდი ფული შედის დღემდე რუსეთში ნავთობის და გაზის გამო. ეს ფული ხმარდება ისევ ომს. ეს უნდა შეიცვალოს. ძალიან კარგია, რომ ტრანსფორმაცია ხდება. ოპექს მიმართა ტრამპმა მიმართა ოპექს, მაგრამ დაწიეთ ფასები, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ამ ომის წარმოება. ასევე ძალიან კარგი სიგნალია. ამ კაცს თუ რამე ესმის და კარგად ესმის, ერთ-ერთი პირველი არის ეკონომიკა, როგორ მუშაობს ბიზნესი და
თუ გავიხსენებთ იგივე პუტინის პირველ წლებს, ძალიან წვალობდა პუტინი და მან მხოლოდ მას შემდეგ შეძლო ამ თავისი ავადმყოფური დღის წესრიგის უფრო აქტიურად განხორციელება საერთაშორისო არენაზე, რაც ნავთობის ფასებმა მოიმატა ერაყის ომის და სხვა საერთაშორისო კონფლიქტების შემდეგ. წალენჯი ხაო არ ვახსენოთო, მაგრამ მე მაინც მინდა რომ ვახსენოთ რა გვაჩვენა წალენჯიხის მაგალითმა, როდესაც სისტემა ისეთია შენს გარშემო როგორიც არის, რას მიაღწია გამორჩეულს წალენჯიხა. პირველ რიგში მინდა გავიხსენო გია ხარჩილავა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა, წალენჯიხის არჩეული გამგებელი, უკარგესი, უკეთილშობილესი ადამიანი, რომელიც ტრაგიკულად 54 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან. რაც შეეხება იმ მაგალითს, რომელიც წალენჯიხამ დანარჩენ საქართველოს მისცა, ეს იყო რამდენიმე ტიპის ძალიან კარგი მაგალითი. პირველი ეს იყო, მე ვიტყოდი, თანამშრომლობა ოპოზიციურ პარტიებისა. არავის არ ახსოვდა, რომელი პარტიის მხარდაჭერით გავიდა გია ხარჩილავა. ხო, ყველა ცდილობდა, რომ წალენჯიხაში ჩასულიყო, რაღაც გაეკეთებინა, ან გამოჩენილიყო იქ, ან რაღაც სხვასთან ერთობლივად სასარგებლო საქმე დაეწყო და ეს ძალიან კარგია. პირველი, რაც ჩვენ ამ ქვეყანაში გვაკლია, პირველი, მეორე, მესამე ალბათ არის თანამშრომლობის უნარი. დღესაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, გამოსავალი სად არის, სანქციებზეც ვილაპარაკეთ, ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ჩემი მოგზაურობული აზრით თავარი არის ის, რომ საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ფუფუნება იმისა, რომ ავირჩიოთ აი შენ რაღაც ცენტრისტი და მემარცხენე მოგწონს თუ მემარჯვენე ცენტრისტი თუ არა გვაქვს ჩვენ ვართ ეგზისტენციური გამოწვევის წინაშე, როგორც წეგან ბიზნესმენებზე ვამბობდით, ხო? მემარჯვენე ცენტრისტი და მემარცხენე ცენტრისტი კი არა, საერთოდ აღარ იარსებებს პარტიები, აგერ დაანონსა რეჟიმმა, რომ გავასამართლებ კოლექტიურ ნაცმოძრაობასო და დავაკონკრეტოთ კიდევ ერთხელ მაყურებლისთვის, რომ კალაძის და კობახიძის და მათ ნარატივში ყველა კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ლელოც, გახარიაც, თვითონ ნაცმოძრაობაც, ახალიც და ნებისმიერი ოპოზიციური პარტიაც რეალურად. იქნება ამ შინაარსზე კონცენტრირებამ გაცილებით უფრო ლოიალური ამომრჩეველი შეძინოს პოლიტიკურ პარტიებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დავინახეთ, რომ როდესაც არჩევნები გაყალბდა, ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ახლა ჩვენ, რომ 100,000-მა ადამიანმა მისცა ხმა პოლიტიკურ პარტიებს, როგორ გაყალბდა არჩევნები და ასე შემდეგ. ფაქტი არის ის, რომ დიახ, ამ პარტიებს ყავდათ საკუთარი ამომრჩევლები, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ამ ადამიანებმა მათ ამომრჩევლებად იდენტიფიცირება არ მოინდომეს. რა მოხდა? ხო, ძალიან მსუყე თემაა, ჩემთვის ძალიან ახლობელი თემაა, ვინაიდან პარტიულ თემატიკაზე მუშაობთ აქტიურად ჭავჭავაძის ცენტრში. პირველი თქვენ თქვით, რომ იქნება აი შინაარსზე მუშაობა, მათი იდენტობის ფორმირება შეუწყოს ხელი, მაგრამ სამწუხაროდ ამას მაინდა-მაინც ვერ ვხედავთ. აქ არის უბრალოდ მიუღებლობა, რომ ვიღაცასთან არ დადგება, იმას ნეგატიური რეიტინგი მეტი აქვს და ასე შემდეგ. სინამდვილეში ყველა პარტიას ძალიან მაღალი აქვს ნეგატიური რეიტინგი. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ის რომ ჩემი აზრით რაც დანაშაულებრივი მიამიტობა იყო, დანაშაულებრივი გულგრილება იყო იმაზე საუბარი, რომ ესენი ვერ გააყალბებენ. რატო ვერ გააყალბებენ? პუტინი ვერ გააყალბებს საქართველოში არჩევნებს, რისთვისაც ამდენი იშრომა პუტინმა, ეხლა მთლელი მანქანებით წააგებს და გაუშვებს ხელს. ეს მეორე. და მესამე, როდესაც ქვეყანაზე გინდა პასუხისმგებლობის აღება და ნულოვანი მზაობა გაქვს ცუდი სცენარისთვის. როდესაც არ იცი, საერთოდ გეგმები არ გაქვს, ხო? არასერიოზულია ეს ვიღაც რომ თქვა. ხშირად თქმულა, მაგრამ ძირითადად კულუარებში ამბობენ ხოლმე ამას, რომ 25 ოქტომბერს ოპოზიციას უნდა ქონოდა ქუჩაში გასვლის გეგმა. ან გადიხარ აღსანიშნავად, ან გადიხარ გასაპროტესტებლად. და ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ 24 საათი გაოგნებული სიჩუმე იყო. ანუ ვერ მიხვდნენ რა მოხდა. ხო და ნუ ეხლა ეს ბუნებრივია ეს ფაქტორები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, იწვევს იმას, რომ ხალხმა მარტო მაშინ დაიწყო ქუჩაში გამოსვლა, როცა მიხვდნენ, რომ არჩევნებზე კი არ არის უბრალოდ საუბარი. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას ვკარგავთ. ანუ 28 ოქტომბერს და ნოემბერს რაც გააკეთა კობახიძემ, კობახიძის პირით რაც თქვა პუტინმა, რომ აწიეს ქვეყანა ჩემია, აი მაშინ გამოვიდა ხალხი ქუჩაში. და დღესაც სამწუხაროდ ის რეალობაა, რომ ამ მომენტშიც გამოჩნდებიან პოლიტიკოსები, ნუ ენთუზიაზმი იკლებს, რბილად რომ ვთქვათ, ხო? ვინაიდან ეს პროცესი მთლიანად არის მართული ქვემოდან-ზემოთ, რაც ძალიან კარგია. თუმცა საბოლოო ჯამში ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება ხდება პოლიტიკური პარტიების მეშვეობით.
ჩვენ შეიძლება მოგწონდეს როგორი ვიზუალია, როგორ დადის მარშები და ყველაფერი, მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიტიკური პარტიებია ის ინსტრუმენტი, რომელთაც ცვლილება უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია რომ ჩვენ პარტიები ვაიძულოთ რომ გარდაიქმნან რა მიმართულებით, შიდა დემოკრატიის მიმართულებით. ვინ არის თქვენი კანდიდატი, ამას ირჩევთ თქვენ თვითონ. მეორე უნდა იყოს გამჭვირვალობა, ანუ როგორ იმართება პარტიები, ხო, საიდან მოდის ფული. ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ იხარჯება მე ეს ფული, ასეც მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ შეიძლება ერთ რაიონს თუ ერთ მუნიციპალიტეტში შენს პარტიულ წარმომადგენელს მისცე 1000 ლარი და მეორეში მისცე 10000 ლარი, ხო? რატო? რა პრინციპით? და მესამე, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის ეს არის ანგარიშვალდებულება. ჩვენ ამაზე როდესაც ჭავჭავაძის ცენტრით ვაკეთებდით ხოლმე რაღაც კამპანიურ აქტივობებს, რომ ეს თემა უბრალოდ მეტ ადამიანამდე მისულიყო. ვადარებდით ხოლმე ფეხბურთის მატჩებს. ხო, წარმოიდგინე რომ წააგე 3 თამაში, 4 თამაში, 5 თამაში წააგე მთელი სეზონი და გავარდი ქვედა ლიგაში გადაინაცვლე და აი ამ ვითარებაში არც შემადგენლობას არ ცვლი, არც წვრთნელს არ ცვლი, არც ტაქტიკას არ ცვლი. რომ მორწმუნე თუ ხარ, შეიძლება იქ ფორმა მაინც შეცვალე, ხო, იქნებ მაგან გიშვას. არაფერს არ ცვლიან ეს პარტიები. აი ეს არის შესაძლებელი. ნებისმიერ დასავლურ ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში წაგებული არჩევნების მერე პარტიის ლიდერი მიდის და იძახის, რომ კარგად იყავით. დიდი მადლობა, მე ჩემი გავაკეთე და აიჩნეთ შემდეგი ლიდერი. შეიძლება ამურჩეველმა გითხრას პარტიის ამურჩეველმა, რომ შენ ყველაფერი კარგად გააკეთე, შენ უშეცდომოდ იმუშავე. უბრალოდ სისტემა ახლა აქ ისეთ, ხო, ოლიგარქია, რუსები ატარებენ არჩევნებს, სუსი ატარებს არჩევნებს, ბევრი შეზღუდვაა, უამრავი პრობლემაა და შესაბამისად შენ გაქვს მანდატი, რომ შემდეგ არჩევნებზეც გაუძღვე პარტიას. გადასარევია, შეიძლება ეს მოხდეს. ლოგიკურიც იქნებოდა ხშირ შემთხვევაში. მაგრამ ეს მომენტი არასდროს არ დგება. ანუ ანგარიშვალდებულების მომენტი, როდესაც მანდატის განახლება ხდება, ან ახალი ლიდერშიპის არჩევა. ქუჩის პროტესტებმა შესაძლოა ზუსტად ის დაგვანახა, რომ ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ რეალურად არსებობენ ისეთი ადამიანები, ისეთი ლიდერები, რომელთაც აქვთ სწორედ პოლიტიკაში შემოსulis დიდი პოტენციალი და ეს ველი მათთვის გახსნილი უნდა იყოს. გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი აკეთებს, არის ის, რომ როდესაც ჩვენ იმ კვლევებს ვახსენებთ, რომ აი 2/13 ამორჩევლის ამბობს, მარც ერთი პარტია არ მომწონს, კითხულობდნენ ამ კვლევებს და ამბობდნენ, რომ მე თუ ახალ პარტიას გავაკეთებ, ესე იგი ეს 2/13 პოტენციურად ჩემი ამორჩეველია, ხო? მაგრამ შენ თუ იგივე პრინციპით აშენებ ამ პარტიას, როგორც ЧПС-ს, ხო? რომელსაც ერთი ან ორი ადამიანი მართავს, ან ერთი ვიწრო წრე, მაშინ დემოკრატიულობის დეფიციტი რჩება და თუ რჩება, მაშინ მორიგი პარტია იქმნება, მორიგი იდენტობის კრიზისით, მორიგი პოლიტიკური ნიშის არქონით და საბოლოო ჯამში პირველადი ეიფორიული ეფექტის შემდეგ ხდება ხოლმე ამ პარტიების დასვლა რაღაც საკმაოდ უმნიშვნელო ნიშნულზე. აი ეს პრობლემა და გამოწვევა რჩება, ეს არ არის ჩასაფრებული კომენტარი, არის ეგრეთ წოდებული win-win solution, ხო, რომ ანუ პარტიისთვისაც კარგია, საზოგადოებისთვისაც კარგია და ლიდერებმა ცოტა რომ მოახერხონ და ოდნავ მეტი დაშვება გააკეთონ, რომ აი შიდა დემოკრატია სინამდვილეში ბევრად უფრო მეც მოიტანს, ვიდრე დააკარგვინოთ პირადად მათ შორის, ხო? იქნება გადასარევი. ასეთ BMG-ისთვის უშუალო ადგილზე გავაჩეროთ დღეს ჩვენი ინტერვიუ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. დიდი მადლობა თქვენებმა.